found some better sounds no one's ever heard. I wish I had a better voice that sang some better words. I wish I found some chords in an order that is new. I wish I didn't have to rhyme every time I sang. I was told when I get older all my fears would shrink, but now I'm insecure and I care what people think. My name's Blurry Face and I care what you think. My name's Blurry Face and I care what you think. Wish we could turn back time to the good old days when the mama sang us to sleep, but now we're stressed out. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მივემგზავრებით საბერძნეთში, კერძოდ კი სალონიკში 5 დღით. ასე რომ გამოვყევით ამ მოგზაურობაში, შემოგვიერთით, ერთად ვიმოგზაუროთ. მეგობრებო, გავიარეთ რეგისტრაცია და მივდივართ ჩასასხდომად. ეხლა გავუვლით ერთადერთი პასპორტ კონტროლს და შემდეგ უკვე გავემართებით თვითმფრინავისკენ. გავიარეთ ყველანაირი შემოწმება შეხოთში და მინდათ დავულიოთ. მეგობრებო, ისევ დუტი ფრიში ვართ, ვერ გადაგვიწყვეტია. რომელი სასმელი ვიყიდოთ? მოკლედ ორი ვერსია, ერთი ვერსიით ვიყიდოთ 6 ბოთლი, ანუ თითო ადამიანისთვის თითო ეს პატარა 50 მგ-იანი, მეორე ვერსიით ვიყიდოთ 500 მგ-იანი კონიაკი. შენ რომელი ვერსიას ემხრობი? ლიტრიანი. ლიტრიანი? ჯონი, როგორ ფიქრობ? რომელი ვერსია ჯობია? პატარები, ხო? მეც ესე მგონი. როინის ვკითხოთ ეხლა აზრი, შენ რომელი გინდა? ნახევრიანს ემხრობა როინი. ლაშა რომელი ვერსიას ემხრობი? ორი ადამიანი ნახევრიანს, 1 ლიტრიანს, ლეო დავრჩა 1. ჩემი აზრი იყო ეს ვერსია, მაგრამ რადგან არის შლიან. მეგობრებო, დაიწყო ჩასხდომა. თითქმის ყველა უკვე ჩასხდომის გეიტთან არის. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ არ ვიჩქაროთ და თითო ჭიქა კონიაკი დავლიოთ. დიდება უყურს რა, მშვიდობიანი ფრენა გქონდეს. მადლობა უყურს გვაქვს ამის შანსი. შევით ჩავსული ყავთ ჩავკომით და ჩამოვიდეთ ჩვენს ქვეყანაში. ბიჭო, ყველას ერთად გავგვიმოდის. და მშვიდობიანი ფრენა გქონდეს რა. რა, მშვიდობიანი წავსული ყავთ, მშვიდობიანი ჩამოსული ყავთ და რა ვიცი. კარგი მოგზაურობა და კარგი დასვენება. ჩვენ მშვიდობიანი წავსული წავსულს. დიდება უყავს მშვიდობიანი მგზავრობა რაც თავარია. ჩვენს რიგით მეოთხე მოგზაურობას გაუმარჯოს. ნახევარ თვითმფრინავში ჩასხდომა იწყება და კაი განწყობით მივდივართ სალონიკში. მეგობრებო, სამწუხაროდ სკამები ყველა სხვადასხვა ადგილზე შეხვდა. რამოდენიმე ჩვენი მეგობარი თვითმფრინავის ბოლოში მოხვდა, რამოდენიმე შუაში. ვიმედოვნებთ, რომ იქნება იმის საშუალება, რომ შემდეგ ადგილები გავცვალოთ. ჯონი, როგორც ვიცი, შენთვის ეს არის პირველი ფრენა. აბა, რას ფიქრობ, როგორი განცდები გაქვს, ხო არ გეშენია? ცოტა ფრენის მეში. ბატონო გიორგი, თქვენთან გვაქვს რამდენიმე კითხვა, ხო არ ნერვიულობ? ხო არ ნერვიულობ? ცოტა კი, როგორც ყველა. მაინც ვიცი ფრენა და არ არის სტაცია. ლეო, ხო არ ნერვიულობ, ლეო. გიორგი, შენ? მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ფრენია, მაინც ყველა აფრენაზე მაინც მეში. დაფრენა მიხარია. როსრულდება. ემოციები გაგვიზიარე? არ არის საჩი. შეიძლება რა, ცოტა უფრო სახიფათო დაიწყება. ჩემს მგზავრობა თქვენი უსაფრთხოებისთვის ახლა მნიშვნელოვანია რომ ისხდეთ ადგილებზე. მოკლედ ბიჭები ცოტა დასტრესილები იყვნენ, ვიყავით უფრო სწორედ.
და გადავწყვიტოთ ვინო დავლიოთ და ცოტა გავხალისდეთ. ანუ რაღაცა ცოტა განვიწყდეს, მეგობრებო, საჭიროა, ვინო და სამბოთი ვიყიდეთ და აუცილებლად მივიწვევთ და ცოტა სტრესი მოგიხსნას. ყველასათვის გაგვიმარჯოს და კაი დასვენება და როგორი მშვიდობითაც მივიდეთ, მშვიდობით ჩამოვარდოს ქვეყნა. გაგვიმარჯოს მშვიდობით. ჩვენ მოგზაურობას გაუმარჯოს კიდევ ერთხელ და სამღერძელო ხო არ გაქვს რა. ერთმა მოდი არჩევით. ახლა მოვიგონი ჩვენი ძმები და ჩვენი მეგობრები. იმიდა რომ ჩვენი პატრიარქი და მოგეწოდო სულიერი მამა და ძალიან დაგვიბერდა ჩვენი პატრიარქი და გამძლეობა მისცეს ღმერთმა და კარგად დაგვიბერდა. სავლოცო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ჩვენი ილია მეორე. მოკლედ ეს თუნდაც ახლა ბიჭებს რომლებიც უკან ზიან ლაშას და როინის და პატარა ინტერვიუს ჩავწერ. ჯერ ლაშასთან. ლაშა, როგორ გზნობ თავს? კარგად, მინდა გითხრათ, მაოს ასეულობთ და კაი განწყობით ვარ რა. კაი განწყობით ვარ, რასაც ვიყიდა და იმედია ბოლომდე ესე კაი განწყობით ვიქნებით ყველა რა. და სურვილი მაქვს, რომ ბოლომდე კარგად ვიმხიარო და კარგად დავუშვიდო. გადავდივარ ახლა შემდეგ რესპონდენტთან როინისთან. აბა როინის აზრი ახლა საინტერესო. კარგად მიმდინარეობს ფრენა გემრიელად, მილად. ეს ის დაგვეხმარა რა ცოტა. და ხალისი მიცამონებს. ჯეროსო ზარაბო რადგანაც რამოდენიმე წუთში დავუშვებით გთხოვთ ბრძანდებოდა თქვენს ადგილებზე და დარწმუნდეთ რომ თქვენი უსაფრთხოების ხვედები შეკრულია. აკეთეთ მაგიდები თქვენს წინ გახსნით ლუმინატორის ფარდები და თქვენი პირადი ნივთები მოათავსეთ სავარცხლით ქვემოთ თქვენს წინ ან ზედა სათავსოში. აბა ბატონო გიორგი რა სიტყვი? ვარ ნერვიულობ. სხვაზე ვჭდებით მეგობრებო, რა ვიცი, ვიგე. სადავარტები. Was mag ich hier tun? ჯონი, შენთან ჩავწერეთ ინტერვიუ აფრენამდე, აფრენის დროს, მე ფრენის დროს და ეხლა ფრენის შემდეგ გვინდა კიდევ შენი აზრის მოსმენა. არაფერი საში არ არის. საერთოდ რა კაი შეგრძნება არის რა. მეგობრებო, ჩამოვფრინდით სალონიკის საერთაშორისო აეროპორტში. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფრენა, რაც მქონია. მხოლოდ ერთი турბულენტური ზონა იყო მთლიანი ფრენის განმავლობაში და ისიც არ გაგრძელდა 10 წუთზე მეტ ხანს. როგორი ფრენა იყო? ერთ-ერთი საუკეთესო, კაი ფრენა. მშვიდობით. ავედით მშვიდობით 1-15 წუთი იყო турბულენტური ზონა, დანარჩენი არ. კარგად დაჭდა რა. მეგობრებო, ჩამოვფრინდით, გავიარეთ ყველა პროცედურა და უკვე ვართ სალონიკში, ისევ აეროპორტის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, მაგრამ მეტი შემოწმების გავლა აღარ გვიწევს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ჯერზე დაწურლებით გამოვკითხეს 4 ჩვენთაგანი, თუ სად მივდიოდით და რამდენი დღით. სასტუმროს ჯავშნებიც მოგთხოვეს, დაზღვევაც. საბედნიეროდ ეს ყველაფერი ჩვენ მქონდა და უკვე მშვიდობით შემოვედით საბერძნეთის ტერიტორიაზე. ეხლა კი უნდა მოვძებნოთ ტაქსი ან ავტობუსი და გავემართოთ იმ სასტუმროსკენ, რომელიც გვაქვს დაჯავშნილი. კარგი იქნებოდა რა მინივენის მოძებნა. მოკლედ მეგობრებო, გადავწყვეტეთ წავიდეთ ტაქსით. ერთი ტაქსი ღირს 25 ევრო
მოგვიწია ორი ტაქსი საყვანა, რადგან 3 კაც 4 კაცზე მეც ერთ ტაქსში არ გვაძლევენ უფლებას რომ ჩავжდეთ. მოკლედ ვიდივარ ორი ტაქსით. How I can tell hello in like Yasu. Yasu? გამარჯობა ყოფილა Yasu. Yasu. If Kalisto. Thank you. Thank you. Yeah. I was Where are you in from? Georgia. Georgia. Yeah. Yerevan? Oh, Georgia. Tbilisi. Tbilisi. I don't know how it's in Greek Georgia. 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 And our capital city how is pronounced in Greek if you know. Tbilisi. Or capital city of Tiflida. Tiflida. ვერძნად ყოფილა Tiflida. მეგობრებო, მოუახლოვდით ჩვენ სასტუმროს, აი ეს არის ჩვენი სასტუმრო, კაფსისი. აი ბიჭები მოსულან უკვე აქთგანან შესასვლელში. Thank you very much. აბა როკი, რა სიტყვი? დაიღალე? შია, კარგი. კაი, შევედით მაშინ. მადლობა უფალს რომ მშვიდობით მოვედით. წუთიანი ლოდინის შემდეგ გავიარეთ რეგისტრაცია და შეგვიძლია წავიდეთ საკუთარი ნომრისკენ. დაღლილები. ჩვენი ნომერი არის 673, 656, 48. ძალიან დიდი სასტუმრო აღმოჩნდა. ვიპოვეთ ჩვენი ნომერი 673, ახლა იქნება პატარა მიმოხილვა. გააღეროკი. ესეც ესე. აბა ნახოთ რა ნომერი გვაქვს. ესეც ესე შემოვედით ნომერში. ნორმალური ნომერია, 3 საწოლი. ეხლა აუ აქ არ მეულაგებიათ. ცოტა მირეულობა. მოკლედ ესია თუ ისია, ყოფილები ვართ, ეხლა დაუბინავდებით, წყალს გადავილებთ და გავალთ საჭმელად. 15 minutes later. მოკლედ დავტოვეთ ეხლა ჩვენი ხელბარგი ნომერში. ნომრებში უბრალოდ ორ ნომერში ვარ გადანაწილებული და ვიკრიბებით რეცეპშენში, რომ წავიდეთ სადმე სავახშოთ. აი ბიჭები აქეთ არიან, ჭყიფსონა, ლაშა, ლეო, როინი და ჯონი აქეთ არიან. სხვათაშორის ძალიან კარგი სასტუმროა, ის რეცეპშენიას ძალიან ლამაზი, კარგად, აუზები ყავი ასული და აუზის მუშაობს რამე. მოკლედ ორი დღისთვის ნორმალურია რა. ორი დღე გავჩერდებით აქ, მერე წავალთ სხვა სასტუმროში. წავიდით, მაშინ რაღაც ველოდებით გავიდით. ფეხით წავიდეთ, აქვე არის სადღაც რესტორანი. მოკლედ შემოვედით ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც მდებარეობს სასტუმროს კუთხეში და ეხლა ვაკეთებთ შეკვეთას. სავარაუდოდ ყველა უკეთავს გიროს. მე გადავწყვეტე რამე სალათი გავსინჯო. რა სწორად ბიჭო? იყავით გიროს ჭამის ხასიათზე ეხლა თუ არა? ან მე ძალაც არ ვშიოდა, მაგრამ ინტერესის გამო გავსინჯო რა. შენვე. ვშიოდა და სიამოვნებით გავიგო. არა ვითარი ინტერესი. დიახ, შეიძლება მაინტერესებს. ახოთ რა მოუტანეს? ფოტოშუს მე აი ანაპაზე არ მოუწოდა ჩვენ. არა ხო? აი ახლა ესაც ხოსიჯი მაგარია.
A few moments later. დავბრუნდით სასტუმროში, მივახშმეთ გვერდზე რესტორანში. ბიჭები ადრე დაბრუნდნენ, მე ცოტა გვიან შემოვერთი ახლა. რა თქვით ბიჭებო, უკვე აქავდნენ? ჩვენი ზმობას დაულოცეთ, მოწადინებას დაულოცეთ, ტყვილი მოგონებები დაულოცეთ, აი დღევანდელი დღეს რო შეტყვილათ მოდი ამ ჩიქით კიდე ჩვენ ზმობას გავუმარჯოს ჩვენ. აი წამოწყებულ მოგზაურობას და უკვე პირველ დღემ უკვე გაამართლა ყველაფერი რა, მე მგონი რა, უკვე სხვა რო ძალიან მოსწენი გახდეს, ეს ერთი დღე მარტო ამის გამო ღირდა წამოს. გავუმარჯოს. გაიხარეთ, მოგენაც. სხვათა შორის ერევანში რო ვიყავით, მაშინ დასავლები სულ იმას ვთქვამ, რომ ისაღამო არ გადავიღეთ, რამდენი ვიცინე. მე მინდა კიდევ და კიდევ შევიტყვი რა, შემოძმაო, რომ აი მე დღეს აქ რო ვართ და მოვიწადინეთ, ეს ყველაფერი არის ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთი რო გვიხარია და გვიყვარს, იმიტომ ვართ ერთად, ძმაო და კიდევ და კიდევ აი ამ ჩვენ თუნდაც რო იტყვი მოწადინებას რომ მოვიწადინეთ და წამოვედით, თუნდაც აი ამ ყველაფერს რო დღეს აქ მხიარულობთ, დროს ვატარებთ კიდე წინ გვაქვს რამოდენიმე დღე და ამ რამოდენიმე დღეს კიდევ ვეცდებით რომ უფრო მაგრად ვიმხიარულოთ და უფრო მაგარი დრო გავატაროთ და კიდევ მეტი რაღაცა გონება დაგჭირს და მეტად გასახსენებელი ქონდეს რა დღევანდელი დღე ყველანაირად ვეცდებით მაგას და როგორ არის ყველაფერს გაუმარჯოს ჩემო ძმაო და ეს სიყვარული ყოფილიყოს ყოველთვის რა გაგვიმარჯოს კიდევ და კიდევ ბევრი ჯერ მადლობა უფალსაც და მეოთხეა ხო ეს? კი, მეოთხეა. ეს დღევანდელი დღის ძილის დრო მოვიდა, თან ამდენი ვიმგზავრეთ, ჯერ ქუთაისში ჩავედით, მე იქიდან აქ ჩამოვფრინდით, მე ტაქსით მოვედით. ყველაზე კარგიც არის ის 4 მოგზაურობა რომელიც ახსენე, მეოთხე ეს არის. სამი ისე მოვიარეთ, რომ ჭხილი არავის არ მოუტეხია რა. რაღაცა ვაჭებ, ჭხილი არავის არ მოუტეხია. თმის ღე არავის არ ჩამოვარდა. ჭხილი არავის ასტკინიო. გამომარჯოს ჩვენ მოგზაურობას. ჩვენ YouTube-არსაც, რომელსაც ჩვენ მარტო ჩვენ უყურებთ და ჩვენი ოჯახის წევრები. მაგრამ რაც ფუნქცია აქვს იმას ასრულებს. მიზანი რაც არის? არც იყო. ბევრი გამომწერო ყავდეს და ბევრი მნახველი. ბევრი ნეგატივსაც დაგვიწეს, ბევრი კარგს დაგვიწეს და გავღიზიანდება და შევა დავკარგოთ ხალის. ეს ჯობია როგორც აქვს, ჩვენც რაც მიზანი აქვს, მაგრამ ჩვენ უყუროთ, ეგ ჯობია რა. ხო. ესე ჯობია რა და ჩვენც ეგ არის ფოტოალბომის ფუნქცია აქვს, მაგრამ ვიდრე იმისი რა რომ მიზანი ის არის სამახსოვრო. ვიცი რა რამდენი არ მახსოვს და იქ მახსენდება ხოლმე. მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა რა. მოდი გავუმარჯოს New Village Bros რა. Okay bro. ნახე ვიდეო? მაშინ რომ გამოგიგზავნა, თუ არ გინახია? კი. მე და ის გელაპარაკებით არა? ო, მიშო. რატო გირეკა ვიცი ახლა იმ ვიდეოში გეუბნებით ჩვენ, რომ ზაფხულში მივიდიოთ, ეთყო ნაყიდი ქონა რა ბილეთები, სალონიკშიო. იმ ვიდეოში გეუბნებით, გახსოვს? იმ ვიდეოში და იქნა მოგიხერხდეთო, საბუთაი მოვაგავართ და ჩამოდით, თუ გახსოვს რა და. აი ჩვენ ჩამოვედით და მაგიტო გირეკავთ, ეხლა გაგრძელება, შემდეგ სერიაში რა იქნება? საბერძნეთში ხარ? საბერძნეთში ვარ, ბრატი, საბერძნეთში. დღეს ჩამოვედით. აი ბიჭები. არ ვიცი, აგვისტოში მაქვს სასამართლო, გადამიდეს და თუ მოვიგე სასამართლოს, სამ წელიწადში პასპორტი მიქნება. გასცურს უფლება მექნება უკვე მე თუ მოვიგე სასამართლო. The next day. როგორ მოგწონს არჩევანი? ეს არის ბარბეკიუ соуს. ლაშამი ერთმანეთს გემრია. ჭამა მოგინდება. ეხლა ვიღებთ საუზმის კადრებს, შემდეგ
ყველა საზღს მოვისმენთ ის რა მოეწონა ლეოს თებში შეუფასოთ 15 minutes later. მოკლედ ვისაუზმეთ, ახლა გამოვედით სასტუმროს რესტორნიდან და გეგმაში გვაქვს რომ ავიდეთ სასტუმროს ბოლო სართულზე, სადაც მდებარეობს აუზი. ალბათ შუა დღემდე დროს იქ გავატარებთ და შემდეგ წავალთ ქალაქის დასთვალებლად. მეგობრებო, გამოვედით ახლა აუზზე, რომელიც ბოლო სართულზე მდებარეობს, მაგრამ კარი დაკეტილია. როგორც სასტუმროს მიმღებში გვითხრეს, აუზი დაახლოებით 1 საათში, 11-ზე გაიხსნებოდა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ მე და როინიმ გადავწყვიტეთ, რომ ტყუილად არ დაგვეკარგა და ჩვენი სასტუმროს მიმდებარე უბანი, სახელად ვარდარისი დაგვეთვალიერებინა, ხოლო დანარჩენებმა კი სასტუმროში დარჩენა ამჯობინეს. ეხლა მე და როინიმ ვსეირნობთ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გვერდით ქუჩებზე, პარალელურ ქუჩებზე. და როგორც მივხვდით, ძალიან უბრალო რაიონშია ეს სასტუმრო. თითქოს რაღაც ადგილები ელიავას ბაზრობას მაგონებს. არ ვიცი, ისეთი განსაკუთრებული არაფერი არ არის. თუმცა თავისი ხიბილი აქვს და იმის სახმა რომ სხვა ქვეყანაში ხარ, მაინც ესე თუ ისე გიჩნდება. როინიმ საინტერესო დაკვირვება თქვა, პირველი შევეჭლება რა არის. ერთი ის რომ ველოდებოდი უფრო სუსტავდეს რა. მაგრამ არ მოხდა ისე რა, მანქანებიც რაც არ არის და სახაბიელო მდგომარეობაში მანქანები მივხვდეთ. თითქმის ყველა მანქანა არის ან კოსმეტიკურად დაზიანებული, ან ჭურჭყიანი. აი, ერთი მაგალითი. აი ეს ნათელი მაგალითი. ყველა მანქანა არის თითქმის დახაზული, დაკაწრული, დამტვერილი. ეხლა ვათვალიერებთ ლუდის ფასებს. როგორც როინი ამბობს, აი ანაპაზე უფრო იაფი იყო, მაგრამ საქართველოსთან შედარებით მაინც აქ უფრო იაფია. სუპერმარკეტიდან გამოსვლის შემდეგ როინი სასტუმროში დაბრუნდა. მე კი გადავწყვიტე სალონიკის დათვალიერება გამეგზელებინა. მით უმეტეს, რომ სასტუმროდან ქალაქის ცენტრალურ მოედანამდე მხოლოდ 20 წუთის სავალია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სალონიკი უფრო მეტად მომეწონა, ვიდრე მოლოდინი მქონდა. ის საკმაოდ კომპაქტური და ტურისტისთვის ძალიან მოსხერხებელია, რადგან მთავარი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა სწორედ ცენტრშია თავმოყრილი. რაც შეეხება სალონიკის ღირსშესანიშნაობებს, უნდა აღინიშნოს მისი მთავარი სიმბოლო თეთრი კოშკი, არისტოტელეს მოედანი, უბანი ლადადიკა, რომელიც ძველი სავაჭრო კვარტალი იყო და დღეს ცნობილია ტავერნებით, ბარებითა და აქტიური ღამის ცხოვრებით, და ასევე ზღვისპირა ბულვარი სახელად ნიაპარალია. რომელიღაც საინტერესო ქუჩაზე გამოვედი ქალაქში სეირნობისას. აქ ბევრი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა, ბევრი ნანგრევებია. ალბათ ისტორიკოსებისთვის, არქეოლოგებისთვის ძალიან საინტერესო ადგილია. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან თვალმათლივ ხედავ იმ გადმონაშთებს, რომელიც შეიძლება 10-20 საუკუნის წინ შეიქმნა.
რომელი საათია? Ჩვენ მხოლოდ 7:30-ია და სამწუხაროდ აუზი დაკეტეს. არ ვიცი ესე ადრე რატო დაკეტეს, თუმცა ვიცი რომ საღამოს არის ფართი აქ. და ემზადებიან ფართისთვის, აი ეს დინამიკებით სწორედ აი ამაზე მიანიშნებს. როგორ გაატარე ლეო დღე? კარგად, რა ვიცი, კარგად გავერდეთ. ესაუმზე რა ვიცი, კარგად ვიცინეთ. მართლა კაი დღე, კაი სასტუმროს ხათაშორეს და რა ვიცი, მოლოდინები გაამართლა, დაჟე მოლოდინებზე მეტი არის. კაი სასტუმრო, კაი გასწოვარი, კაი ჭამა არის და რა ვიცი, ყველაფერი კარგია. შენ რას გულაშა? აი არის ნამდვილად მომეწონა მეც და რა ვიცი, კარგად ვერთობით და სავარაუდოდ დღეს საღამოს კიდევ უფრო კარგად გავერთობით რა. გეგმაში ან აქ ამოსვლა და ღამის ფარცზე დასწრება ან ლადადიკა ესეთ ქუჩაზე წასვლა, ლადადიკაზე, სადაც უფრო მეტი ბარია. ესე იგი აუზზე შევუკვეთეთ ბურგერები, ქლაბურგერი და სამი პატარა ბურგერი მოვიდა როგორც წესია ხოლმე. One hour later. ბატონო როინი, აბა? მივდივართ სასეირნოდ ესე იგი. ბარები უნდა დავიფროთ. ბოლო დღეს დამოშალი ქალაქით. სხვაებიც მოყვებიან, ჯონიც მოდის. პრინციპში ყველანი, ჩამოთვლას აღარ დავიწყებ. მეგობრებო, საერთნობით მოვედით სანაპირომდე. ნახეთ რა მაგარი ადგილია. როგორც მივხვდი, იქ არის სპორტი პირდაპირ. ეს კი რაღაც რესტორანია, რომელიც სავარაუდოდ ზღვის პროდუქტებს სამზადებს აქ და ზღვის პროდუქტების რესტორანია. That is lovely. ბატონო გიორგი, რას თქვი, მოგწონს ეს ადგილი? კი, აი ადგილია და ეთქობა რომ ცენტრია ეს და რაღაცა ძესკი სასტუმროა ელექტრა. ალას. როინიძია. რას იტყვით, მოგწონთ ეს ადგილი? კი, ეს გამორჩეულად ცოტა ლამაზია, შენობების ადგილის გარემოც უკეთესია. რას იტყვით, ესეთ კარაოკე ბარში ხوار შევიდეთ? საჭვინა შია ისე რა ლაითად. მოკლედ მეგობრებო, გავისეირნეთ სანაპიროზე. პორტთან ვიყავით და ეხლა გადავწყვიტეთ წავიდეთ რესტორანში. ყველაზე ცნობილ უბანში, რომელსაც ქვია ლადადიკა. ეს უბანი განთქმულია კარაოკე ბარებით, რესტორნებით. მე მგონი ღამის კლუბებითაც ზუსტად არ ვიცი. ესეც ესე მეგობრებო, ცნობილი ლადადიკას უბანი. როგორც ხედავ, არც ერთ რესტორანში ადგილი არ არის ამ ეტაპზე. ჩვენ გვინდა ეხლა ისეთი რესტორნის მოძებნა, სადაც ცოცხალი მუსიკა იქნება, რა როი? კარაოკე რა რაღაც ეგეთი. მე რა იქნება თემში მოხდა ჩვენს მოგზაურობაც გაუმარჯოს.
როგორც მოხდა ჩვენი შეკვეთა მოიტანეს. ესეც ესე მეგობრებო, შეკვეთა მომიტანეს. ძალიან მათი სამგზავრად გამოიყურება, იმედია როგორი ვიზუალიც აქვს ესეთი გემოც ექნება. არ ვიცი რა ტექნოლოგიით მოამზადეს, მაგრამ ძალიან რბილია და ხორცი იშლება. მეგობრებო, ამ რესტორანში მართლაც მაგარი მომსახურება აქვს. არ ეზარება თვითონ გთავაზობენ, რამე სიახლე ხო არ გინდა მოგიტანონ. თვითონვე შემოგთავაზეს გაყინული კათხა. The next day. დილამშვიდობის ჯონი. რას ვაპირებთ ახლა, სად მივდივართ? ეხლა მივიდივარ სანაპიროზე, რომ დემით გავისერნოთ ზღვაში. ამისთვის გამოვიძახეთ ტაქსი, აი ეს მინივენი. ეხლა ჩავჯდებით ყველანი და წავალთ პორტში. მივდივართ ეხლა სალონიკის თეთრი ციხესიმაგრისკენ და იქიდან გადის ტურისტული გემი, რომელიც გონი 9 საათი დადის ზღვაში. და შეგვიძლია დავათვალიეროთ ზღვიდან ქალაქი. როგორი განწყობა გაქვთ? კუჩი კარგად გავერთეთ, კარგად ვიცინეთ, შევავატარეთ. ეხლა გავივიდეთ და გავარბივართ ზღვის ტურზე, გემითმა გავისეინოთ. მე შენი დავუბრუნდეთ სასტუმროში და გადავიდეთ ახალ უკეთეს სასტუმროში 3-4 დღით. ნამდვილობა საბერძნეთს. გიორგი, აბა რას როგორი შეგრძნებებით ხართ და ჩვენი როგორ მოგეწონათ აქაურობა? რაც მოლოდინი ქონდა ზუსტად ის არის. მეც არ ვცველოდი, არც ნაკლებს ვცველოდი, მთავარია რომ არის. მთავარია რომ კარგი ამინდია, ერთად ვართ, აუზი გვაქვს, გვაქვს. იმისი განცდა გვაქვს რომ ვართ სამგზავრო და დასვენებო. ამას ამართლებს ყველაფერს ჩვენი მოგზაურობა. ლევან, თქვენ რა ემოციებით ხართ? წადებით გამოვაკლი. ჯონ, თქვენ? წადებით ემოციები. თქვენ ლაშა. წადებით ემოციები. ხარია ეს რა. მოკლედ მივიჩქარით, გემი გადის 10-ზე ესე ვიცით და გვეშინია რომ არ გავიდეს უჩვენო. მოვასწარით, გავგვიმართლა. ეს ესე მეგობრებო, დღეს გვიმართლებს ყველაფერი მოვასწარით. საათში ამოწმე ბატონო როინი, რომელ საათზე გავდივართ? 10 წუთი. ანუ 10 წუთი გადაცდა ჩასხდომას. აი აქედან მოჩანს სალონიკის ცნობილი თეთრი ციხესიმაგრე. მე მგონი თუ არ ვწდები, ის არის აგებული ოტომანების იმპერიის დროს, ზუსტად არ მახსოვს, ან თურქ-სელჩუკების იმპერიის დროს.
სამწუხაროდ გემის ტურიც მიუახლოვდა დასასრულს. სანამ ლუდი მოგვიტანეს, რომელიც შეკვეთილი ჰქონდა, გემით შემოვიდა პორტში, მაგრამ მოდი მაინც აღვნიშნოთ. აბა გაუმარჯოს, რას გაუმარჯოს? ჩვენს დღის დასაწყის, დღევანდელი დღის დასაწყის გაუმარჯოს. გემის ტური მორჩა, გემით გავისეინეთ. ეხლა ვაპირებთ ფეხით გასეინებას, რავი, საშოპინგოთ, რაღაც მაღაზიები დასაფერული, ვისაც სუვენირი უნდა თუ რა უნდა რომ შეიძლება სახში წაიღოს. ეხლა გავალ ქალაქში და ვიყიდით. ძალიან კარგი. ესე იგი თავისუფალი საათები გვაქვს ახლა. საშოპინგოდ გავიაროთ. რაღაცები ვიყიდოთ და დავთვალოთ. საერთოდ დასახება და რამე სულ. მოკლედ ველოდებით ბიჭებს საშოპინგოდ შევიდნენ, რაღაცებს ყიდულობენ, ზმანებს, არა? აი ზმანი. სულ ნახევარი საათი გვაქვს სასტუმროში რომ მივიდეთ, რო იცოდეთ ისე. ისე ქალაქი როგორ მოგეწონათ, თუნდაც ქალაქის ზღვას და სასტუმროს არ გულისხმობ. კონკრეტულად ქალაქი მოგწონს? კი, სიწყნარია ფოტოშურის და ანუ არ ხარ ისე რა, რაღაცა გაწაფული და თავს უცხოდ არ გძნობ თან. უცხოდ არ აგზნობ რა. მეც იგივე შავეჭლება. მე დაგიცინის რაღაც. მოკლედ მეც ვეთანხმები. ახლა კარგი ქვეყანა, კარგი ქალაქია, მშვიდობიანი, წყნარი, კეთილი ხალხი. თავარია გართობა გინდა ადგილს იპოვის სადაც კარგად გაერთობი. წყნარად გინდა დროის გატარება, შეგიძლია წყნარად გაატარო. შოპინგი თუ გინდა, არ შოპინგია პრობლემა. მოკლედ ჩვენიერი ქალაქია და ეს ყველაფერი ძალიან ხელმისაწვდომ ხალხს. ანუ კარგია იმისთვის რომ დაისვენო. ჩვენიერი. არა მარტო დაისვენო, არამედ გარემო რო შეიცვალო და რამდენიმე დღე გაატარო ჩვენიერი. ჩვენთვისაც მეც იგივე ამბობ. ჩვენთვისაც სასიამოვნოა, გასთავარია შვიდი ქალაქია და გასვენება თუ გინდა ადამიანს. აია, იმისთვის რომ დაისვენო რა. მე მომეწონა ყველაზე მეტად ის რომ პირდაპირ ქუჩებია, რომლებიც ზღვაზე გადის. როგორ მოგწონს ადგილობრივი ხალხი? ადგილობრივი ხალხი აუ საკმაოდ წყნარები, მშვიდები, ლამაზები არიან. ქუჩებიც ახლა თავიდან ცოტა სხვანაირი მოგვეჩვენა. მაგრამ ცენტრისკენ უფრო ლამაზია. ის თავის მეტას დაცულია და ყველაფერი კარგია რა. ეგ ზოგადი ტენდენციაა, რომ ცენტრთან შედარებით გარეუბნები ყოველთვის დაბინძურებულია ხოლმე, როგორც ეს. Five minutes later. ცერნობით დავიღალეთ და ტაქსით გადავწყვეტ დაბრუნება. ესე, ტაქსმა მოგვიყვანა რამდენიმე წუთში. სამწუხაროდ მოვიდა დრო რომ დავუტოვოთ ეს სასტუმრო. დასრულდა ჩვენი ორდღიანი ტური სალონიკში. აი დავტოვეთ ნომერი და მივდივართ. ეხლა უნდა გადავიდეთ სხვა სასტუმროში, რომელიც აქედან მდებარეობს დაახლოებით 30 კილომეტრში. ნუ ეს მეორე სასტუმრო საბედნიეროდ არის ზღვისპირზე. აქვს საკუთარი პლიაჟი და ფიქრობ რომ დასვენებისთვის იქნება იდეალური ადგილი. იქიდან გამომდინარე რომ ეს ახალი სასტუმრო მდებარეობს სალონიკთან ახლოს, სწორედ სალონიკის აეროპორტთან ახლოს. ჩვენც იყო ხელსაყრელი, გზაში დიდ დროს არ დავკარგავთ და აეროპორტშიც უფრო სწრაფად მივიღთ. ასე რომ ამ გარემოების გამო ავირჩიეთ სწორედ ეს სასტუმრო. მე მგონი ბიჭები ჩასრულები არიან ყველანი, ხო იქ? კი. იმ დღეებში გველოდებიან ბიჭები, ახლა ვნახავთ მათაც. პირველ ეპიზოდს სწორედ აქ ვასრულებთ. შემდეგ ეპიზოდში კი თქვენი ხილავთ ჩვენ სამდღიან უოიერს და დასვენებას ქალაქ პერაიაში, რომელიც სალონიკიდან სამხრეთით სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს.